პირველი საბა ინანიაშვილი ჩაიწერება და შემდეგ გაყვება სხვები. ეხლა მონღოლს რომ წაიღო საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის ქართულ ჭიდაობაში უფრო არ ვიცი ეს ჩემთვის იქნებოდა ტრაგედია და ჩემი ბედი ეს არის მეთქი და რეისიც მივასწარი და ჩემპიონიც გავხდი. ქუთაისიდან. კი, ქუთაისის დავით ხახალიშვილის დარბაზიდან სპორტული სკოლიდან. მომეგო მსოფლიო ჩემპიონობა დიდი ხნის უნდა ხავი დედის თვალწინ. ეს მქონდა ფორმაგი მოტივაცია. როცა მას შენი საკუთარი შვილი აკეთებს იმ ქვეყანაში, სადაც 4 წელიწადია მუშაობ, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ეგ არ მახსოვდა ბალეტთან შენი გამარჯვება. იქ საბერძნეთში მოხდა ეს. კი, და სიურპრიზი გამოვიდა რა, ეს რა. მაგარია. მოგესალმებით მეგობრებო, ჯუდო ჭანოსთან ეთერშია, რომელსაც წარმოგედგენთ იცით ლიდერ სპორტი და ჩვენი მორიგი ეპიზოდი. დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ, ესე იგი დღეს ვისაუბრებთ ბევრს ჯუდოზე, ასევე ქართულ ჭიდაობაზე. ალბათ მივხვდებით, ვინ არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ესე იგი ისტორიული მსოფლიო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, პირველად გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი და აი ამ ჩემპიონატის გამარჯვებული, ანუ მსოფლიო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, ხოლო ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის საბა ინანეიშვილი. საბას ასევე აქვს სხვა ბევრი ტიტული, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ისეთ თემებსაც შევეხებით, სხვადასხვა თემებს და საბა, გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედი ჩვენ სტუდიაში, დებიუტი გაქვს ხო ჩვენთან, ასე ვთქვათ და როგორ ხარ პირველ რიგში, აი ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ გახდი მსოფლიო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, გითხარი შენ ემოციებს, თუმცა პირველ რიგში როგორ ხარ გითხარი, რა ამბებია შენკენ ამ ბოლო პერიოდში? კარგად, მადლობთ. ცოტა დაღლილი ვარ. წელს ძალიან ბევრ ტურნირებზე მივიღე მონაწილეობა და წლის დასახურად ერთი შეჯიბრება დაგვრჩა საქართველოს ჩემპიონატი და ამაზე მივიღებ მონაწილეობას. სხვათა შორის ხო ბევრ ტურნირზე გამოხვედი. ისეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს როგორც ძიუდოში, ასევე ქართულ ჭიდაობაში. მოდი მაინც აი ქართული ჭიდაობით დავიწყოთ. ვითომეტეს რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდი, ხო? ქართულ ჭიდაობაში გაიმართა პირველად მსოფლიო ჩემპიონატი. დიდი ისიც გამოხმაურებაც, არაერთი ქვეყნის პალავანი ჩამოვიდა და როგორ გახსოვს რა სიტყვი ამ შენ ტიტულზე, მსოფლიო ჩემპიონობა, პატარა ამბავი არ არის მithumetes ისეთ სახეობაში როგორც არის ჩვენთვის ქართული ჭიდაობა, ხო? პირველ რიგში ძალიან მიხარია და მაამაყი ვარ, რომ შევძელი მსოფლიო ჩემპიონობა ქართულ ჭიდაობაში და მithumetes ორმაგად ამაყი ვარ იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ასე რომ ვთქვათ, პირველი საბა ინანეიშვილი ჩაიწერება და შემდეგ გაყვება სხვები. და თან ისეთი შეხვედრებიც ქონდა, განსაკუთრებით ისეთი შენ ბოლო მატჩები, ბოლო შეხვედრები რომ გამოვარჩიოთ, ხო? ხო, ნუ გამოვარჩევდი გურამთუშილთან, რა თქმა უნდა. ყველაზე რთული შეხვედრა ჩემთვისაც ეგ იყო და შემდეგ ტაბატაძესთანაც ძალიან დაძაბული და კარგი ბრძოლა მქონდა და ნახევარფინალი, ხო? მოდი ფინალი ეს მონღოლი სპორტსმენი, ისე მე რომ ნახე რომ მონაწილეობდა, რაღაც გვარი მეცნო. კი. ვიფიქრე, საიდან მეცნობა, საიდან თურმე სოფლიო პრიზიორის არის დიდებში და ესეთი სერიოზული თან თავის დროზე კარგად ჭიდაობდა. ცოტა ასაკში იყო, მაგრამ ხო არ იყავი შეხვედრილი ძიუდოზე მასთან? არა, ვარჯიშებზე ვიყავი შეხვედრილი, მაგრამ ისე შეჯიბრზე არა. და ეხა მოგიწია ეგრევე ეს თქვა სოფლიოს ფინალში ქართულ ჭიდაობაში. ეს ფინალი როგორ გახსოვს? აი ისეთ დარბაზიც საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა, კარგი ატმოსფერო იყო, მე მგონი, რომ გულშემატკივარი ძალიან მაგრად იაქტიურეს იმ დღეს, კარგად იყო დასწრება. ფინალში ცოტას არა, უფრო კარგად ნერვიულობდი, იმიტომ რომ ეხლა მონღოლს რომ წაიღო საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის ქართულ ჭიდაობაში უფრო, არ ვიცი, ეს ჩემთვის იქნებოდა ტრაგედია და ნერვიულობდი, რომ აუცილებლად უნდა მომეგო რა ამაზე და ხმარის წყალობით მოვახერხე და დავტოვე პირველი მსოფლიოს ოქრო საქართველოში. ხო, ემოციები მაგარი იყო, მახსოვს მე წესით არ შეიძლება ეგ, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი გადმოხტა. კი. შენთან მოვვარდნენ რაღაც ესეთი მოგინუ, მესმის ახლა ეს ემოციები, ხო და ალბათ მაგარი შეგეძნებაა, ხო? ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან გახარებული ვიყავი იმ მომენტში და იმის შემდეგაც თქმა უნდა. და დაჯილდოებაც, დაფასება და
ერთ მომენტს გაგახსენებ, ესე იგი, შენ გეჩქარებოდა აეროპორტში მიდიოდი, ხო, რა მოხდა ზუსტად, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ჩხარა დაუწყო დაჯდოება, იმიტომ რომ რაღაც რაბეთი რა ხდებოდა, ნუ თურმე შენ გეჩქარებოდა ფრენაზე. ისე მოხდა, რომ მიემგზავრებოდი საკლუბო ტურნირზე, ხო და საბოლოო ჯამში იმ დღეს ისე მოხდა, რომ ფალავანიც გახდი, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე და თან მიასწარი რეისს. ხო და რა იყო, რა ამბავი იყო მაშინ? აი 25-ში იყო ფალავნობა და 26-ში შეჯიბრი იყო გერმანიაში და ნუ სანამ ფალავნობა იქნებოდა, ჩაინიშნებოდა, ნუ იმათთან შეთანხმებული ვიყავი გერმანიასთან და იქეთ ვაპირებდი წასვლას და მე რომ გავიგე რომ ფალავნობაც იყო, მეთქი რა ვქნა, აი ორი ცეცხლ შორის ვიწვებოდი და ჭიდაობას აი ისე ვიყავი რომ ან მეთქი ან ვიჭიდავებ ან არ ვიჭიდავებ. ესეც იდგა საკითხი რომ იქ მოგესრო, ხო? საუბარია. იმიტომ რომ ვერ მოვასწრებდი ფიზიკურად, ცოტა დიდი ხანი ჭირდება ქართულ ჭიდაობას იწელება ხოლმე შეხვედრები და მაგაზე ვიყავი დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდებოდა, ესე რომ ვთქვათ, ბოლოსკენ წავიდოდა ტურნირი და იმ დილით გავიგე უკვე რომ ფრენა გადაიწია 2 საათით თუ რაღაცა და აი მაგან ცოტა იმედი მომცა. მე რომ იქნებ მოვასწრო თქო და აი უკვე ფინალში რომ გავედი და რაღაცა იქაც უკვე ვეღარ ვასწრებდი იქ მისწრებას რა ფრენაზე და კიდე გადაიწია ტელეფონზე ნახე რომ 2 თუ 3 საათით მე კიდე გადაიწია და რა ვიფიქრე მეთქი ჩემი ბედი ეს არის მეთქი და კი ის რეისიც მივასწარი და ჩემპიონიც გავხდი. თან ხა რეისზე მიხვედი ახალი მსოფლიო ჩემპიონი, ახლად გამხდარი ესე ვთქვათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში და ნუ ალბათ ცოტა ხანი კიდე დაგელოდებოდნენ შეიძლება, ხო? თუ ალბათ აღარ. არ ვიცი, ნამდვილად. და გაფრინდი გერმანიაში იქ საკლუბო საკლუბოს ფინალები იყო. ჩემპიონატზე გამოდიხართ ხოლმე ქართველებიც, რომელი ამბავია, ხო? იქ კლუბში ვართ მე, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე, თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ერთ კლუბში ვარ, ჯავა პაპინაშვილი და ნიკა ხარაზიშვილი. ეს ბუნდესლიგა არის, ხო? გერმანიის, ხო? მედი არა უნდა გამომჩნევ ბევრი ქართველები. კი, ბევრი არიან, ხო? მაგ თვითონ კონკრეტულად მაგ კლუბში და სხვა კლუბებშიც არიან ქართველები. კიდე. ანუ ესე დასამახსოვრებელი დღე იყო ბევრი მიმართულებით შენთვის, ხო? და გამოშეული, ხო? იცი ცოტა ვერ შევიდგე გახარება, იმიტომ რომ ეგრევე აეროპორტში მომიწია გაქცევა ვერავისთან, ესე რომ ვთქვათ, ვერ გავიზიარე სიხარული და თვითფრინავშიც არც ინტერნეტი არაფერი, მარტო ვიჯექი და თან ღამე იყო უკვე და 4 საათი, 5 საათი უნდა ფრენას იქამდე და აი ძილი საერთოდ არ მომიყარა რაღაცა ისეთი ემოციებში ვიყავი, რომ თან ვერც ვერავის ვერ ველაპარაკებოდი, ვერ ვაგებინებდი ჩემს ემოციას და ვიყავი ესე. ხო, ისე ძნელია, ხო, თან გაინტერესებდა გენახა შეხვედრები, ზოგადად, ხო, აი როგორ ჩაიარა შეხვედრებმა ურთაბრძოლებმა და იჯექი. ხო, ისე ფაქტობრივად ისე მოგიწია, რომ ფაქტობრივად ქართული ჩოხით გაიქეცი, ხო, აეროპორტში ისე რო ვთქვათ რა, ხუმრობით რა. ისე კაი სანახაობა იქნებოდა. თასით და იმითი აეროპორტში. ხო, ნუ სპორტში ესეა, ხო, ნუ თქვენი გრაფიკი ძალიან ისეთია რა, სუფრენა, სუ რაღაცა დაგეგმვა ჩემპიონატების ტურნირების და ისე ქართულს მე მგონი შენ ბავშვობიდან მოხერმა ბავშვობიდან არა სიმართლე გითხრათ, უფრო 15-16 წელს ვიყავი პირველად რომ ვიჭიდავდი ქუთაისობაზე ვიჭიდავდი და იქაც ფინალი წავაგე. იქაც. ხო, ნუ აი ამ თემას მე მგონი ჩვენ მე დავუბრუნდებით, ხო. ხო, ასე კი ცოტა მერე დაგიწყია ქართული ჭიდაობა. ქუთაისში. თქვენ ქუთაისიდან. კი, ქუთაისიდან. დავით ხახალეიშვილის დარბაზიდან, სპორტული სკოლიდან. მის სახელობის არის. ხო. და იქიდან მოყოლებული ქართულ სუჭიდაობს, უგამოდიხარ, ხო? სუასპარეზობ. აი უფრო ფალავნობა რო ვიჭიდავე 21-ში პირველად. აი იქიდან მოყოლებული ვცდილობდი რომ თითქმის ყველა ფალავნობაზე მონაწილეობა მიმეღო და ესე ტურნირებზეც მინდოდა ხოლმე მონაწილეობა, მაგრამ ვერ ვახერხებ შეკრებებიდან და ძიუდოდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ვახერხებ ხოლმე რომ მივიღო მონაწილეობა. ხო. ნუ წელს ბევრ ტურნირში მივიღე, 3 ტურნირში მივიღე, ისე ჩოვლებრივი ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატიც იყო და სხვადასხვა ტურნირები, 3 ტურნირში მივიღე მონაწილეობა, 3-ვეგან ჩემპიონი გავხდი, შემდეგ სოფლიო ვიჭიდა, ნუ სოფლიოსთვის და ეს ფალავნებისთვის ცოტა მინდოდა რომ ის პრაქტიკა გამევლო, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური ჭიდაობა არის, ქართული ჭიდაობა და ჭირდება პრაქტიკა, ნამდვილად ჭირდება ამ სპორტს. ანუ ძიუდოსთან ძალიან ბევრი საერთოა, ხო? კი, ახლოს არის. გარდაიმის ვთქვათ, იქნებაზა ქვეჭიჩი არ არის ჭიდაობა, თუმცა დანარჩენი ბევრი
ბევრად გავს ერთმანეთს, ხო და გეხმარება კიდე. იქით ძიუდოში გეხმარება ალბათ, ხო, ქართული სულა. მე არა, ყველა ქართული ძიუდოის ფიქრობ, რომ ქართული ჭიდაობა მაგრად გეხმარება. საბა, ნუ ესე იგი ყველაზე მთავარი ტიტული გააქვს ქართული ჭიდაობა სოფლიო ჩემპიონი ხარ ეხლა მე. თუმცა მე რაღაც ერჭი მაქვს, რომ კიდე არის ერთი ტიტული, რომლის მოპოვებასაც გულშემატკივარი შენგან ჯერ კიდევ ველოდება, ხო და შენ ელოდები პირველ რიგში და შენ გინდა რომ ხო მიაღწიო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ აი იმ ლეგენდარული ადამიანების გვერდით, ვინც ქართული ჭიდაობის ფალავანია, ესე რომ ვთქვათ, იმათ გვერდით იყოს ჩემი სახელი და გვარიც, მინდა რომ ისტორიაში დარჩეს ამ ხრივაც. ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გავხდე ფალავანი და იმედია შევძლებ ამასაც. კი, აუცილებლად ნუ ასე ვთქვათ საკმაოდ რთული ისენი ყავდა მეტოქეები ყველა ფალავნობაზე, ხო, ესე ვთქვათ, ხო, აბსოლუტურზე საუბარი, ხო? კი ბატონო. თავდაპირველად მეერეთ შემდეგ და ახლა გორში რომელიც გაიმართა ეხა ბოლო ფალავნობა ხო არ როგორ თვლი ეს აი ხო არ იყავი გადაღლილი ძალიან ამ სეზონით და რამან ხო არ იჩინა თავი, იმიტომ რომ მე მგონი აი როგორ შეაფასებ მაინც მოდი ვთქვათ ამ ფალავნობაზე სეზონით არა, უფრო აი რო ავხსნათ კარგად ფალავნობის ჭიდაობა არის ძალიან რთული გამომდინარე იქიდან რომ ერთ დღეში ორ შეჯიბზე იღებ მონაწილეობას. შენ წონაში გაიმარჯვე. შენ წონაში ჩემ წონაში გავიმარჯვე, ძიმე წონაში და ნუ ძიმე წონის ფინალიც დაახლოებით 20 წუთი, ცოტა მეტი მომიწია ჭიდაობა. და ამან ნუ ძალიან დიდი ენერგიები წაიღო და შემდეგ უკვე იწყება აბსოლუტური ფალავნობა, იქ გამოდიან უკვე მედალოსნები, წონებში ვინც აიღეს ისინი გამოდიან უკვე იქ ყველა ერთად და უკვე იქ იწყება ახალი შეჯიბრება და ამიტომ ძალიან რთული არის ძალების სწორად გადანაწილება და ძირითადად გამძლეობაზე არის ხოლმე დატვირთვა და ზეწოლა. ხო. ამიტომ ვფიქრობ რომ ფინალში რომ ძიუდენ წონის ფინალში რომ დიდი ხანი ვიჭიდავე და დიდი ხანი მომიწია ჭიდაობა, ამან ძალიან დამაზარალა ასე რომ ვთქვა და იქონია გავლენა შემდეგ აბსოლუტურის ფინალზეც. არა მარტო. საბა მოდი აი მაინც რა სიტყვი ქართულ ჭიდაობაში დაუშვათ აი რა მოგწონს ესე ვთქვათ რა ქართული ჭიდაობა რატოა შენთვის განსაკუთრებული ან რა თქმა უნდა სურს და ჯერ კიდევ წინ არის ის ტიტული რომელსაც იბრძვი ხო გახდე აბსოლუტური ფალავანი აი როგორ დაახასიათებდი რა არის შენთვის ქართული ჭიდაობა რატო მოგწონს და რითია გამორჩეული ქართული ჭიდაობა ძალიან მომწონს მისი სტილიდან გამომდინარე, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი არის და ჩვენთან ახლოს არის. ასევე მომწონს ის, რომ ბევრად მეტი თავისუფლება გაქვს ვიდრე ძიუდოში, იმიტომ რომ ძიუდოში წესებით არის ძალიან ბევრი შეზღუდვა, აი ჩავლებების, სწორად აღების, ასე შემდეგ და ქართული ჭიდაობაში უფრო მეტად ეს თავისუფლება გაქვს, როგორც შენ, ასევე შენს მოწინააღმდეგეს, მასაც შეუძლია ყველანაირი ჩავლება აგიღოს ისეთი რომელიც ნუ ქართული ჭიდაობაშიც არის აკრძალვები მაგრამ უფრო მცირე და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ უფრო რთულდება ჭიდაობა ქართული ჭიდაობა უფრო რთულდება რომ მიაღწიო წარმატებას აქედან გამომდინარე ახლა სირთულია ეს ჩემთვის მოსაწონია და მისაღებია კი თან ნუ ეს არსენალი ხო სუგდებები კეთდება ხო აი ბრუნები ძალიან ლამაზი სულები მოგვერდი ყველაფერი არის ხო ასე ვთქვათ ხო მე ცოტა არ გამოვიჩევით ლამაზი სტილით მაგრამ თუ ძიმე წონაში ცოტა ძნელიც არის ხო თუ როგორი კი ძიმე წონაში უფრო რთული არის აი დაბალ წონაში ძალიან მაგარი გდებები კეთდება და თვალსასეიროა ამ გდებების ხილვა ასე ვთქვათ კი ნამდვილად მოდი გადმოვიდეთ ტატამიზე აქეთ ამ ხარეს ჯუდოში ხო და გავიხსენოთ შენი ამბები მე პირველად გნახე მახსოვს იცი რა სად იყო იტალიაში იყო ახალგაზრდული საფრთხე ჩემპიონატი ოლბია 2021 ძე კოვიდის პერიოდი იყო ხო გახსოვს ისე ტესტები ნიღბები ეს აი რა საშინელება იყო ეს ისენი ხო PCR-ები და რაღაცები ნუ თუმცა კაი ამას თავი დავანებოთ და 2021 კაი 5 წელი კი არის გასული იქიდან ეს მაგარი ჩემპიონატი იყო სოფლიო ჩემპიონი გახდი იქ ახალგაზრდებზეა საუბარი ახალგაზრდებს შორის და რამდენიმე გახდით 4 თუ 5 მეგონი 4 ოქრო იყო ხო 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო ერთი ბრინჯაოსი იყო ხო ისე თქვენი ეს თაობა ხო რომელიც ხართ ხო 20 პროექტი ხართ
ამ თაობის წარმომადგენლები ხართ ხო და იქ იყო თქვენი პირველი ასე ვთქვათ ესეთი გამოჩენა შეიძლება ხო ესე ვთქვათ საბა იქ გიორგი გახდა სარდალაშვილი მე მგონი შერაზაშვილი გახდა ასევე გიორგი შერაზაშვილი ილია სულამანიძე და შენ და დემეტრაშვილმა იყო ბრინჯაო კი ბატონო ხო ნუ მაგარი ხო 4 ოქროს медаლი მსოფლიო ჩემპიონატზე პატარა ამბავი არის როგორ გახსოვს ეს რეკორდი იყო საერთაშორის კი როგორ გახსოვს აი ეს იტალია ძალიან მაგარი მოგონებები მაქვს ოლიმპიადთან დაკავშირებით როცა გავიგე რომ მსოფლიო ჩემპიონატი იყო იტალიაში პირველ რიგში გამიხარდა ყველაზე მეტად იმიტომ რომ დედაჩემი იყო მაშინ იტალიაში ემიგრანტი და იმ პერიოდისთვის 5 წელი სადღაც ეგრე უკვე წასული იყო და დიდი мотиваცია მქონდა იმისთვის რომ ჯერ მოვხვედრილიყავი მსოფლიოს გუნდში რომ წავსულიყავი ხო და შემდეგ მომეგო მსოფლიო ჩემპიონობა დიდი ხნის უნახავი დედის თვალწინ ეს მქონდა ორმაგი мотиваცია ასე რომ ვთქვა და ღმერთის წყალობით ყველაფერი მაშინ ძალიან კარგად დასრულდა ისე როგორც ალბათ ვერც ვიფიქრებდი იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის სიხარულს დაემატა დედასთან შეხვედრის სიხარული და ნუ ძალიან მაგარი დღე გამოვიდა ასე რომ ვთქვა ჩემთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჩემს ცხოვრებაში შორის მახსოვს ახლა მეც რომ გავიხსენო ეგ პერიოდი და ეგ დღე როცა შენ გახდე მსოფლიო ჩემპიონი როგორ იყო იცი შესვენებაზე ანუ ფინალური ბლოკის დაწყების წინ პატარა შესვენება იყო მახსოვს რომ გარეთ გამოვედი არენის გარეთ და ქართული საუბარი მომხდა ყურში ასე თქვა რა და დავინახე რომ ერთი ქალბატონი იყო მე მგონი კიდე რამდენიმე ერთად ბიცოლა ჩემი და ხო და ნუ მაშინ ახლა არ ვიცნობდი რა თქმა უნდა მომესმა და ვიფიქრე რომ არა საინტერესოა თქო ნეტა ვინ არიან თქო მოსულები ოლბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში და ეს ქართული საუბარი რომ გავიგე და მერე ასე ვთქვათ დავინახე ნუ დედა ხო რომელიც გულშემატკივრობდა ტრიბუნიდან და სოთაშორის ტრიბუნიდან არა ვერ მიყურებ ტრიბუნაზე რაღაცა ის დაჯილდოების მომენტში ისე არ უშვებდნენ რა რაღაცა კოვიდი იყო მაყურებელიც არ იყო და დედა ჩემსაც არ უშვებდნენ რომ მე სოფლიო რომ მოვიგე ნუ უთხრეს იქ ბიცოლა ჩემაც უთხრა იტალიური მაშინ ბიცოლა ჩემ კარგად იცოდა უფრო დიდი ხნის ჩასული იყო და დაილაპარაკნენ რა ასე ვთქვათ რომ ეს სოფლიო ჩემპიონი გახდა მისი შვილი რაღაცა და მე შემოუშვეს მერი არის ხო მერი არის დაჯილდოების მომენტში არის მანამდე ესე იგი ისედაც ვერ შემოვიდა და იმიტომ რომ ვერ უყურებს ხოლმე ჩემს ჭიდაობას ესე იგი ხო ცოტა შორის ერთ-ერთ ინტერვიუს წავიკითხე დედას ინტერვიუ არის იქ ამბობს რომ ვერ ვუყურებო საბას ჭიდაობასო და იქაც ალბათ ესე იყო ხო უბრალოდ მოსულები იყვნენ მაგრამ ვერ დაესწრენ ესე გამოდის ხო შიგნით ვერ შემოვიდა ეხლა დავფიქრდი თან კოვიდ დაკრძალვები იყო ხო თუმცა მე მახსოვს რომ დაჯილდოების დროს დედა შემოვიდა ჩვენ ფოტოების ინტერვიუს ფოტოები გადავიღეთ ერთად ფოტოებიც ჩავწერეთ და აი ცხოვრებაში ამაზე ბედნიერი არასდროს არ ყოფილი ვარ და კიდევ მინდა ეს შეგრძნება მრავალჯერ განვიცადე დავუღალავი შრომის შედეგად მწვრთნელებთან კონსულტაციების შედეგად მოვახერხე დავისახე გეგმა და ის შევასრულე და მოვახერხე მის დამარცხება მე ვმუშაობ 4 წელიწადი იტალიაში და ეხლა რა თქმა უნდა როცა იმ ქვეყანაში სადაც 4 წელიწადია მუშაობ და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აღჯღერდება როცა ამას საბასამხანაგები აკეთებენ მადლობა ღმერთს სხვა არის მაგრამ როცა ამას შენი საკუთარი შვილი აკეთებს იმ ქვეყანაში სადაც 4 წელიწადია მუშაობ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ამისთვის მინდა პირველ რიგში მადლობა უთხრა უფალს და მე მადლობა უთხრა ჩემს შვილს ამ დაუღალავი შრომისთვის ამ დიდი სიხარულისთვის მართლა ესე იყო ხო დედას ინტერვიუ წავიკითხე მე იქ ამბობს რომ შენ არ იცოდი ხო რომ შეიძლება და მოსულიყო თუ რაღაცა ესეთი ვარიანტი როგორ იყო ეს ზუსტად ზოგადად ვიცოდი რომ უნდა მოსულიყო მაგრამ ისა იმ დილას როცა გავიღვიძე შეჯიბრის დღეს არ მომწერა თვითონ რომ ალბათ არ მენერვიულა ან რაღაცა და მე პირიქით იმას ნერვიულობდი რომ მეთქი ხო წამოვიდნენ ხო ყველაფერი კარგად არის და არ მითხრეს არაფერი რა და მე ფინალში რომ გავედი აი მაშინ შეხვდა ჩემი ძმა კასტია ჩემი გარეთ რომ გამოვიდა და უთხრა დაუძახეო და აი მაშინ გავიგე რომ მოსული იყო. ანუ ინფორმაცია არ მქონდა ზუსტი იყო თუ არა მოსული. თორე ისე ვიცოდი რომ მოსული იყო. კი და რამდენიმე წელი დანახი ერთმანეთი არ ყავდა. ხო 5 წელი. მართლა 5 წელი ხო?
ხო. ესეთი მომენტი იყო ძალიან, ხო, ალბათ ძალიან მაგარია რა. ძალიან ემოციური და ხო, ეხლა აქეთ არის დედა, კი. ხო. მე წყალობით მოახერხეთ ისე რომ დავაბრუნეთ სამშობლოში. კი ბატონო, კი ბატონო. თუმცა ჭიდაობებს ისევ არ უყურებს, ხო? ხო. ხო, შორის ძნელი რაღაცნაირი მომენტია რა, მე მესმის ალბათ ეხლა მშობლის ზოგი მშობელი არის ესე რომ ვერ უყურებენ შვილის ასპარეზობასაც, ვერ ვილობენ ან ნაუშად შეიძლება რაღაცა. უმეტესობა სანთლით ხელში ხატებთ ან ცურავს ხოლმე თითქმის ყველა ქართველი სპორტსმენის მშობელი ეგრე არის. ხო. კი ბატონო, ძალიან გასაგებია. დედას მოვკითხო რა თქმა უნდა და შენ ოჯახს ხო? მადლობა. კი. საბა დაუჯახდი ხო მე მგონი? წელს დაუჯახდით. მე და ილია დაუჯახდით ერთადაც. კი ბატონო. საბერძნეთში ვიყავით წასულები და ხო, მაგარია, კი, ჩვენ ხელის თხოვნა. გილოცავთ ჩვენ მხრიდანაც და ესე იგი იქ. კი. ერთმა გოგონა მიცოდა რომ აი თქვათ ილოს მეუღლე მიცოდა რომ მე უნდა მეთხოვა ელენესთვის ხელი. ხო. ელენე მიცოდა რომ ილოს უნდა ეთხოვა თაკოვსთვის ხელი და ანუ ერთმანეთსაც ვერ ეუბნებოდნენ და ისე გამოვიდა რომ ერთმა ერთ დღეს მეორე დღეს და იქ საბერძნეთში მოხდა ეს. კი, სიურპრიზი გამოვიდა რა ესე ვთქვათ. მაგარია, კი. ორივესთვის. ძალიან კარგი. კარგი მოგონებები იყო და კარგი დღეები. კი. მოდი იცერაზე გითხარი კიდე როგორ მოხვედი ძიუდოში. როგორც ვიცი, ერთ-ერთ ინტერვიუს ნახე მოვისმინე, რომ მამას სურვილი იყო, ხო? ხო, მამას მეგობარი და მაჩემი ერთად ხო. დაინტერესებული იყვნენ, რომ სპორტში მივსულიყავი და 8 წლის ასაკში ქუთაისში შევედი ჭიდაობაზე დავით თევდორაძესთან. ჩემი პირველი მწვრთნელი. შემდეგ ვთქვათ, ქუთაის მაგარი ტრადიციები აქვს ხა. კი. ოლიმპიური ჩემპიონი. ორი ოლიმპიური ჩემპიონი. ახალეიშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ხო. ხო, და დიდი სკოლა არის, ხო? კი, რა თქმა უნდა. მიხდებს რომ მაინც აი ქართულიც ძიუდო, უფრო ქართულიც აქეთ არის ხოლმე, უფრო ქართლი, კახეთი, ხო? უფრო ესეთი რა ესე რომ ვთქვათ. განსაკუთრებით მძიმეწონა გამოირჩევა ქუთაისიდან. აი ქუთაის საინტერესოა, რომ ძიუდოში ამ ტრადიციები არის და ისტორია და მაგის საპირისპიროდ ფალავანი არ ყავს ქუთაის, რაც ძალიან ესეთი ფაქტია, უცნაური ფაქტი და ეგეც ძალიან დიდი мотиваციას მაძლევს, რომ მე გავხდე პირველი ქუთაისელი ფალავანი ქართულ ჭიდაობაში. ვასი ხახალეიშვილი არ ხო, არ არიან კიბორძალიძე ხახალეიშვილი, ძალიან ძლიერი ხო სპორტსმენები იყვნენ, მაგრამ ქართულ ჭიდაობის, გონი არც იხებდნენ მონაწილეობას, ზუსტად არ ვიცი და ფალავნები არ არიან. ფაქტი როგორც ესეთი, ფალავნები არ არიან ქუთაისიდან. არც ერთი. ასე პირველი ქუთაისელი. ხო, ესე იგი ეგეც წინა ეგ ტიტულიც ეგ ასე ვთქვათ ამბავიც ხო, რომ გახდა პირველი ფალავანი პირველი ქუთაისელი, ასე ვთქვათ, ხო? ქუთაისი ისე თბილისში გადმოსული ხარ, ხო? მაგრამ ქუთაისი ალბათ ენატრება ჩადიხარ ხოლმე. კი, ქუთაისი და სოფლიდან ვარ მე, ოფშკვითი არის ჩემი სოფელი და ქუთაისთან ახლოს არის. კი, ვიცი ეს სოფელი, კი, გამიგია, ხო. ხშირად ჩავდივარ, იმიტომ რომ ჩემი სახლის გარეშე ესე დიდი ხნით ყოფნა არ შემიძლია. ხო. თბილისში უკვე 5-6 წელია რაც ცხოვრობ. ანუ ძირთად ეხა სუტურნირები, შეკრებები. თბილისში არ მიწევს ცხოვრება, ესე რომ ვთქვათ, შეკრება, შეჯიბრება. ხო. შეჯიბრება და აეროპორტში გაქცევა რომ მოასწრო რეისს. გზაში ყოფ უფრო მეტად. საბა, მოდი, აი პირველი ის გავიხსენეთ, ხო, შენი ტიტული, ახალგაზრდებში სოფლიო ჩემპიონი, გახდი მაშინ იტალიაში და მე მგონი მალევე მე კოვიდის მოიხსნა თუ ასე მალევე და უკვე ძიუდოზე უკვე გრან-პრი, გრან-სლემის ტურნირებზე დაიწყო ჭიდაობა. გააქვს ესე იგი ერთი медали გრან-პრიზე ხო, მე მგონი ესე მახსოვს პორტუგალიაში. ორი, ეხაც თუ ბოდიში ეხლა იმაში ზაგრებში ხო. ვერცხლი და ბრინჯაო მაქვს გრან-პრიზე. ხო, და სლემზე გაქვს რამდენიმე ბრინჯაო. 3 ბრინჯაო მაქვს. 3 თბილისის გრან-სლემზე და ერთი ყაზახეთის გრან-სლემზე. კი, მოდი აი მაინც რომ გაიხსენ პორტუგალია გავიხსენოთ. თან იქ საკმაოდ სერიოზული მეტოქეები ყავდა. თუ კარგად მახსოვს რა, იმიტომ რომ მახსოვს ახლა მეც მივყავდა ეს ტურნირები, ვიყავი ლისაბონში, პორტუგალიაში და
ბრაზილიელი იყო ნახევარფინალში და ფინალში მოგიწია ამ კორეელთან, ხო, ეხლა კიმინჯონთან. როგორ გაიხსენა პირველ დებიუტი იყო შენთვის გრან-პრიზე? გრან-პრიზე კი, მაგრამ გრან-სლემი ქონდა მანამდე ნაჭიდავები თბილისის გრან-სლემი. ხო. პირველი გრან-სლემი რაც უჭიდა თბილისის იყო და მედალი ავიღე მაშინ მესამე ადგილი. ხო, მანამდე იყო გრან-პრიზი? აჰა, ხო. იყო 2020 იყო მეგონა. ხო. აი, მაშინ ესე როგორ აი ნუ საზღვარგარეთ ტურნირი იყო პირველი რა საზღვარგარეთ დავა. ხო. თუმცა მაინც თბილისი მოდი მაინც გავიხსენოთ ხო პირველი მედლები, მოდი ეს ხო პირველი მედლები საერთაშორისო ტურნირებზე შენთვის მაინც გრან-პრი ხო IGF-ის მსოფლიო ტური. თქვით თბილისი, თქვით პორტუგალია, კიდე გაქვს მგონი ყაზახეთში მედალი. მაინც აი რა სიტყვია აი ამ მიმართულებით ხო მედლები მაღალ დონის ტურნირებზე. მაღალ დონის ტურნირებზე ესე რომ ვთქვათ, მედლები ცოტა არის და თან ხარისხიც არ არის დამაკმაყოფილებელი და იმედია გამოვასწორებ ამ ყველაფერს 2026 წლიდან და კი ოქროც იქნება ჩემს კოლექციაში. როგორც თქვით ხო, ესე იგი ახლოში ტრიალებ ხო? კი, განსაკუთრებით წელს ბევრჯერ დავმარცხდი მედლისთვის ბრძოლაში მეხუთე ადგილზე წელსაც და წინა წელსაც და შოთაშორის ხა გამოსცდა ერამ პარიზში შოთაშორის მიგონი რამდენჯერმე გაქვს ბრინჯაოს წავაგე მესამესთვის და ბევრ ტურნირზე ესე ახლოს ვიყავი და ვერ შევძელი სამწუხაროდ მედლის აღება და იმედია ეგ ნავსი ესე რომ ვთქვათ მალე გატყდება და ეს სანატრელი ოქროებიც იქნება. აუცილებლად კი, იმიტომ რომ მაინც მძიმე წონაში რთულია ხო, ანუ თუ როგორ შენ წონას როგორ შეაფასებ? კონკურენცია ფიქრობ რომ ძალიან მაღალია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოში ძალიან მაღალი კონკურენციაა, რაც ფიქრობ რომ უკეთესი არის ჩვენთვის, ვინც ესე რომ ვთქვათ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, იმიტომ რომ კონკურენცია რომ აძლიერებს კონკურენტებს ეს არ არის ახალი. ხო, მძიმეში თუნდაც ეხლა რო ავიღოთ ეხლა თანამედროვე ნაკრებში საკმაოდ არის კონკურენცია, ხო? ხა შენც და ირაკლის შორის დემეტრაშვილია, თუშიშვილი, ზალიშვილი. ხო, დაბრუნდა თან დაუბრუნდა ეხლა დადამის და არიან კიდე სხვა ახალგაზრდა ბიჭებიც. კი, ახალგაზრდა ბიჭებიც ყველა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ხდება, ვინც მოდის ახალგაზრდები განსაკუთრებით ძიმე წონაში, ამიტომ მოდუნების საშუალება არავის არ აქვს. ხო, ბოლო პერიოდი რო გავიხსენოთ ყველგან ძიმეში, ხო, შორის. ხო. თქვენ ხართ მაინც ამ 20-20 თაობის. კი, 20-20 პროექტის წარმომადგენელი. რა შეგიძლია თქვა აი ამ პროექტზე? იმიტომ რომ მართლა ესეთი ძიუდოისტები ხართ ამ თაობიდან ხო? ეს ვერაფერს ვიტყვი, რაც თვითონ თქვა შედეგმა და ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ ამ პროექტიდან, რომელიც ჩემი აზრით არა ფაქტია, უპრეცედენტო იყო იმ დროს. კი. და ძალიან მაგარი შედეგები დაიდო ამ პროექტიდან და მე მადლიერი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი. ხო, თან იცი რა ხა ხანდახან მეკითხებიან ხოლმე, ცოტა როგორი თაობა არის, როგორი ჯერ კიდე თქვენ ხართ ახალგაზრდები, ხო? ანუ თქვენ კიდე წინ ძალიან ბევრი კი დრო არის. ასე თქვა, ხო, დრო არის, რომ მთავარი მიღწევები, მთავარი სურვილი რაც არის ძიუდოში. აი, მაინც საკუთარ თავზე რა სიტყოდი, მაგალითად აი მიზანი გამოძრავებს რამე ისეთი განსაკუთრებული რისი მიღწევაც ალბათ ხო რა თქმა უნდა სურვილი გაქვს და ნუ რეალობიდან რა თქმა უნდა როგორც ყველა სპორტსმენი და მე არ მეგულება ძიუდოისტი რომელსაც ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდადეს ესეც რა თქმა უნდა ჩემი მთავარი მიზანი არის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ ვეცდები რომ ამის დამდე სწორი ნაბიჯებით მივიდე აუცილებლად კი ხო ისე არის ხო რთული ძალიან ისეთ აი ხანდახან გულშემატკივრის პოზიციიდან რომ შეხედო ესეთია თითქოს მაგრამ რეალურად ძალიან ისეთია ძალიან რთულია ხო აი რა თქმა უნდა ხო მაგრამ ნუ ბრძოლა სპორტის მუღამიც ალბათ ეგ არის ხო რომ ყოველთვის რთულია უფრო მეტი მუღამი გექვს და უფრო მეტი ჟინი იმისი რომ მოახერხო ძიუდოს ესეთი მომენტები მომაქვს ხო აი თქვათ რომ გავიხსენოთ წლევანდელ წელს
შენ ნაკრებში იქ მე მგონი არ მოგიწია გამოსვლა, მაგრამ ნაკრების წევრი იყავი, ხო? სოფლიო ჩემპიონატის გუნდურში, ხო? მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ გუნდში ვიყავი ესე. როგორ გაიხსენებ აი ამ ეპიზოდებს, ამ მომენტებს, ძალიან მაგარი, ეგაც ისტორიული ამბავი იყო. რა თქმა უნდა, პირველად გავხდით შერეულში, ესე რომ ვთქვა და მგონი იაპონიის გარდა არც არავის არ ქონდა. არა, იაპონია იყო, მე მგონი 7ჯერ. 7ჯერ ხო ზედიზე. ზედიზე 7ჯერ. რა შერეული დაიწყო. მე მგონი დაიწყო 2017-დან. ხო, 17-დან. მანამდე ხა ჩვენ მაგათი იაპონელების ჰეგემონია, ესე რომ ვთქვა, ჩვენ რო დავავხეთ, ძალიან მაგარია და ჩვენი ჰეგემონიაც იქნება იმედია. კი. აი ეს შიგნით კიდე უფრო დიდი ემოციები იყო, ხო, ახალ გულში მაგას ახსოვს ახლა დარბაზში რა ამბავი იყო და ზოგადად გუნდური შეჯიბრება და გუნდური ჭიდაობა, აი ორმაგად უფრო დატვირთული ხარ ემოციებით, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაწევს, ესე რომ ვთქვა და ეს პასუხისმგებლობა ჩემი აზრით მე კიდე უფრო მეტად გაძლიერებს. და ემოციები კიდე სასწაული იყო, სოფლიო ჩემპიონები რო გავხდით და შევძელით, თან ესე რომ ვთქვა, ალბათ მოლოდინი ყველას იმის ქონდა, რომ ისევ იაპონია გახდებოდა ჩემპიონი, მაგრამ კი, სულ ეგრეა ხო. საქართველოს ნაკრებს სხვა გეგმები ქონდა. კი, თან როგორ იყო ჯერ იაპონია ნახევარფინალში, მე რეიფიქრეს რომ კაი, იაპონია თუ გაიარეს, არ ვიცი, იაპონია თუ გაიარებს, უკვე იქ საქართველოს თქვენი გამჩნეველი არავინ არ იყო. კორეასაც ძლიერი ნაკრები ყავს, მაგრამ ჩვენ შევძელით და დავამარცხეთ. კი ბატონო და მაგარი ემოციური, ხო, ძალიან ეგეც ძალიან რთული წელი იყო ძალიან რა, მაგარი ისეთი ხო დატვირთული და ამბებით და საბა შენ ჭიდაობ ხოლმე ყოველთვის საქართველოს ჩემპიონატს, ხო? კი ბატონო. თითქმის ბოლო რამდენიმე ტიტულიც გაქვს ასევე, ხო? სამჯერ ჩემპიონი ხარ. კი, სამჯერ მაქვს მოგებული. სამჯერ ორჯერ ბრინჯაო. ხო. და ახლოვდება ჩემპიონატი, რა სიტყვი, როგორ აპირებ მონაწილეობას, უკვე დეკემბრის ბოლოს იქნება, ხო? მომზადები საქართველოს ჩემპიონატისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია საქართველოს ჩემპიონატი, გაირკვევა უკვე შემდეგი წლის საქართველოს ეროვნული ნაკრები. კი ბატონო, კი. თან ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატი არის თბილისში მომავალ წელს და კი ბატონო, აპრილში. ძალიან მინდა რომ ამ შეჯიბრებაზე მივიღო მონაწილეობა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ვეცდები რომ მოვხვდე და შემდეგზე მე ვილაპარაკე. კი ბატონო, საქართველოს საინტერესო იქნება. მე მგონი ეგ ხო წლის ბოლოა ხა რაღაც დარჩა იმის მერე სამ დღეში ახალი წელი არის და ესე იგი 26, 27, 28. ხო სწორია. თბილისის ძიუდოს აკადემიაში და ნახოთ მაგარი შეხვედრები იქნება და ისე აი დაუშვათ შენი კარიერიდან რომელ შეხვედრებს გამოარჩევდი უფრო, სადაც აი მაგალითად მაგარი ყოფილი გამოხვედი ტატამიდან რა, აი შეგიძლია რამდენიმე ჩვენ ესეთი რამდენიმე მეტოქე ჩამოთვალეთ მის დამარცხებული ყავს. იგივე კი მინჯონი და არ კი მინჯონთან არა დამარცხა. ის ბრაზილიელი. ხო. ბრაზილიელი, ხო. რა ვიცი ესე რომ ვთქვათ, ეხა ტიტულოვანი. ხო. რა ვთქვათ. რამდენიმე ხო, იქ ევროპის ჩემპიონიც ხარ. ყავს დამარცხებული. აი ეგ საინტერესოა ხო, იმიტომ რომ კრპალექს აბუ-დაბის გრანდსლემი იყო მაშინ. ხო. კრპალექს უჭირს ხოლმე ხანდახან ისეთი თქვათ ამ კოკაურთანაც ხო დამარცხდა ამას წინათ ხო, ეხა მე მგონი კვადალახარაში ხო და თქვენი სტილი აი რას ვიტყოდი აი გადავლებული აი ქართული სტილი უჭირს კი ნამდვილად. ეგ არ მახსოვდა კრპალექთან შენი გამარჯვება. როგორ გახსოვს? კარგად გამიხარდა იმ მომენტში რომ შევძელი ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენია. ხო 100 კილოგრამში და მძიმე წონაში ყველაფერი სოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონია. დიდი გამოცდილება და დიდი სიხარულია, როცა ესეთი სპორტსმენთან გიწევს ჯერ შეხვედრა და შემდეგ დამარცხებაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. კი, ესე გადავლებული სტილით კრპალექს უფრო უჭირს ხოლმე, ხო? ესეთი არა მარტო კრპალექს, ხო, სხვებსაც. არავის არ უყვარს ქართული გადავლება, რაც ჩემი აზრით საბაბია იმისა, რომ წარმატებულები ვართ. ხო. ძიუდოში. კი ბატონო და თუმცა როგორც თქვი, ბევრი ისეთი ტურნირია, სადაც აი მაგალითად პარიზი რო ახსენე, ხო, პარიზში
ორჯერ დარჩი მეხუთე ადგილზე, ხო? მე მგონი 20-25 წელს, ასევე შარშანაც. ხო. ანუ ეგეც ასე თქვა ის გაქვს, ხო? გამოსასწორებელი, რომ ისე აი პარიზი ხო არის მაინც განსაკუთრებული არა? პარიზზე რა სიტყვა? პარიზი ჩემი ოცნება იყო ყოველთვის რომ ესე რომ თქვა პარიზზე მიმიღო მონაწილეობა ჩემპიონობას რა თქმა უნდა და ასევე ტოკიოს გრანდ სლემზეც ძალიან მინდა რომ მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ არ ვარჯენ ყოფი და ტოკიო არ გიჭიდავია. ხო, არ მიჭიდავია და რაღაცნაირად გქონია რომ განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება ტოკიოში. კი, არის ნამდვილად. ეცა გრანდ სლემში დაუვ. ხო, მაგრამ დრო ძალიან ჩქარა გადის რა. კი. ფაქტობრივად ეს წელიც, რომელიც თქვი რომ აგერ შეთვის ძალიან ისეთი იყო, ხო, დატვირთულიც, ემოციურიც, გამარჯვებების მარცხიც იყო, ხო. ალბათ ხო, მაგიტომაც არის, რომ ცოტა ისე მაინც გულ ისეთი საუბრობ, ხო, რაღაც სურვილი ქონდა, რომ დაგემთავრებინა შეიძლება ითქვას, ხო? ფალონობის ამბავი ალბათ ხო, მაგაზე გულდაწყვეტილი საუბრობ, გეტყობა. სამჯერ დავმარცხდი ფინალში და ამიტომ მაგაზე გულდაწყვეტილი ნამდვილად ვარ. ნაწყენიც ჩემ თავზეც და ცოტა საჯებზეც. ხო, გასაგებია. მაგრამ წინ არის ჯერ კიდე მაინც ხო, ეს საკუთარ თავსაც რო შეაგულიანო. ჯერ ხო. ხანგრძლივი კარიერა არის წინ და აუცილებლად მექნება შანსები რომ გავხდე ფალავანი. არა მარტო ფალავანი, ძიუდოშიც მაქვს მიზნები რომ ის დიდი მწვრთნელები რაც ჯერ არ მაქვს მოპოვებული ისინი შევძლო და მოვიპოვო. ძალიან კაი. საბა, რამე ხო არის ესეთი რაც შენ გულშემატკივარს გინდა უთხრა შენ უახლოეს ადამიანებს, ოჯახის წევრებს მიმართო დაუშვოთ ხო რაღაცა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას გულშემატკივრებს, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც იზიარებენ როგორც ჩემს მარცხს, ისე ჩემს გამარჯვებას და სიხარულს. და მინდა უთხრა ყველა გულშემატკივარს, რომ მათი წვლილი და მათი როლი ძალიან დიდია. კი. იმიტომ რომ თუ შენს გამარჯვებას, შენს სიხარულს თუ ვინმესთან ვერ იზეიმებ, ვინმესთან ვერ აღნიშნავ, ამას ფასი არ აქვს. ამიტომ გულშემატკივარს არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა სპორტსმენისთვის, რომ გაახაროს გულშემატკივარი, გაახაროს მისი ოჯახი, მისი სამშობლო. ასე ვთქვათ. თან ჯუდოს შეუძლია ეს ყველაფერი ხო და გამარჯვების შემდეგ რამხელა ამბავი არის ხოლმე და მაგარია ძალიან და ძალიან ბევრი ადამიანის გაბედნიერება შეგიძლია სპორტში წარმატების მიღწევით. რაც ასე ვთქვათ, ძალიან სასიხარულოა რომ ამდენ ადამიანს აბედნიერებ და ამდენ ადამიანის ბედნიერების მიზეზი ხდები შენ. ეს არ არის მარტო შენ თავზე და მარტო შენი გამარჯვება თუ ესე უყურებ, ჩემი აზრით ჭეშმარიტ გამარჯვების ბედნიერებას ვერ განიცდით, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ძალიან კარგი. YouTube-ზე გამოჩდი, ასე ვთქვათ. კი, YouTube-ს უყურებ ხშირად და სიამოვნებს რომ მეც ვიქნები YouTube-ზე პოდკასტში. ძალიან კარგი და წლის ბოლოა თან მით უმეტეს ჩვენ რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას, წინ საქართველოს ჩემპიონატია, როგორც აღნიშნე და იქით წელს კიდე და იმის იქით წელს კიდე ბევრი ტურნირები იქნება და წინ გაქვს ყველაფერი ჯერ კიდე, ასე რომ წარმატებული საქართველოს ჩემპიონატი პირველ რიგში და უკვე შემდეგ 20-26 და ასე შემდეგ და აი ხარით თქვენ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა მეგობრებო, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლდათ მსოფლიო ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. ისტორიული ამბავია, საბა, ჩვენი ძალიან ისე ვთქვით ეს რომ აი რაღაც მართლა მაგარი ამბავი იყო და კიდე ერთხელ გილოცავთ. ისტორიული მედალი, ოქროს მედალი ქართულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ასევე ახალგაზრდებში, ძიუდოში, მსოფლიოს ევროპის ჩემპიონი და წინ კიდევ არაერთი გამარჯვება არის საბა ინანეიშვილი. საბა, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. აი ხარით. მომავალ შეხვედრამდე. ბრავალ შობა ახალ წლებს. ბრავალს და ბედნიერად. ინცეს.